მოგესალმებით ეთერში რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. მე ვარ გოგი გვახარია. ტატო ჯინჯიხაძე არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მედიის განვითარების ფონდის ერთ ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით საჭირო კვლევაზე. თამარ კინწურაშვილი მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვსაუბრობთ სახელისუფლო ტროლებზე. სახელისუფლო ტროლები TBC-ის არასამთავროების და მედიის წინააღმდეგ. მე მგონი თებერვლიდან დაიწყეთ თქვენ, ხო? 1 აპრილი მასე ჯერ წინა კვლევა ეხებოდა მხოლოდ TBC-ის ინდივიდუალურად და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული თოვლის გუნდის პრინციპით გავყოლოდით იმ ადამიანებს, ვინც წინა ტროლებს უკომენტარებდა, ულაიქებდა, გამოხატავდა მოსაზრებებს და უფრო მეტი აღმოვაჩინეთ 15 ტროლი. და აღმოჩნდა, რომ ეს ტროლები მონაწილეობენ როგორც არასამთავროების წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ისე TBC-ის, ხო? დიახ, ჩვენ პრინციპში TBC ყავდა, TBC რადგან აქტუალური თემა იყო და სახეზე იყო რაღაც ხელისუფლების ინტერესები ბიზნესის წინააღმდეგ მობილიზებულ კამპანიაში, თავდაპირველად ფოკუსი ჰქონდა მხოლოდ TBC-ზე, მამუკა ხაზარაძეზე, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იგივე როცა ჩვენი კვლევა გამოქვეყნდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, შემდეგ ფონდმა ღია საზოგადოებამ გამოაქვეყნა მეორე კვლევა, იგივე ტროლები კამპანიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ამას დაემატა შემდეგ სახელისუფლებო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. აბაშიძეზე. დიახ, და ამასთანავე აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვინც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს პარლამენტში, კლანი უნდა წავიდეს, თქვათ, მოსამართლეების და სასამართლო რეფორმის თაობას და ერთი და იგივე აქტორები იყვნენ ჩართული, ერთი და იგივე გზავნილები ჰქონდათ, იდენტურ გვერდებზე აზიარებდნენ და რაც თავია დარეკლამებული იყო, ანუ ვიღაც ფულს იხდიდა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ეხა სხვის იდენტობით Facebook-ზე გარკვეული ინდივიდებიც ოპერირებენ და ამაში შეიძლება არ იყოს პრობლემა. ეხა ადრე ფსევდონიმი იყო გაზეთში ვიღაც იყენებდა, მაგრამ როდესაც სახეზეა პოლიტიკური დღის წესრიგი, როდესაც ამას აქვს კამპანიური ხასიათი და შესაძლოა ვთქვათ, აქ რამოდენიმე ტროლს ერთი ინდივიდი მართავდეს, იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ მცირე მონაკვეთებში ხდებოდა კომენტარების იდენტური შინაარსის სხვადასხვა პროფილებიდან და შესაძლოა 15 ადამიანიც კი არ მართავდეს რეალურად გაცილებით ნაკლები აი ამ პროცესს. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იკითხავს რადიო მსმენელი, სახელისუფლო ტროლები ვინ არიან და რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული მოპარული იდენტობა? ანუ ტროლი პირველ რიგში არის ადამიანი, ვინც საკუთარ იდენტობას მალავს და იყენებს ვიღაცის ან ინსტიტუციონალურ იდენტობას, როგორც იყო ეს თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბის შემთხვევაში, ან ბათუმის უნივერსიტეტში, ან ლიბერალის შემთხვევაში, იმისთვის, რომ თქვათ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, ანუ ესაუბრება სხვისი იდენტობით, მეტი დამაჯერებლობა ჭირდება მას, იმიტომ რომ ლიბერალი და თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი უფრო მეტად დამაჯერებლობას ასცენს მის პიროვნებას, იმიტომ რომ თავიდან ტროლები როცა გამოჩნდნენ, მათი იდენტიფიცირება შეიძლება იმით, რომ საერთოდ ფოტო არ ქონდათ პროფილში, ნაკლები მეგობარი ყავდათ, ან უცხოელები იყვნენ, რომელიც ამ სოციუმში თუ ვთქვათ, უცხოელთან არ გაქვს სპეციფიური ან თანამშრომლობა რაღაც მიმართულებით, ისეთი შემთხვევითი უცხოელი არ დაგიმეგობრებს. ამიტომ უფრო იოლი იყო მათი იდენტიფიცირება, მცარიელი სივრცე იყო და ჩანდა, რომ ეს ადამიანი რაღაც არ ცოცხლობს, არ სულტმულებს, არ ისვენებს, ანუ არ ქონდათ ის ცხოვრება, რომელიც ვთქვათ რეალურ ადამიანს აქვს და შემდეგ უკვე დაიხვეწა მეთოდები და ვთქვათ ჩვენთვის უფრო ახლო, აი სომხურ იდენტობას იპარავენ, ან რუსულ იდენტობას კონტაქტებთან, იმიტომ რომ გარკვეული საინფორმაციო ბუშტები არის სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობ ჩვენ სამეგობროში, ნაცნობში, ეს ადამიანები აღწევდნენ ამ სივრცეებში იმისთვის, რომ საზოგადოებრივ აზრზე მოეხდინათ გარკვეულწილად გავლენა და მათი დატოვებული კომენტარები ქმნიდა სწორედ ამ შთაბეჭდებას და პირველი რითაც ჩვენ ვიწყებდით, ვთქვათ, პროფილის ანალიზი
ანალიზით ფოტოს ვამოწმებდით. ნუ ზოგი ისეთ ფოტოს არჩევს, რომ თვითონ ღია საძიებო სისტემებსაც უჭირს მისი გამოცნობა, მაგალითად ზურგით დგას, პროფილით დგას, მაგრამ ახლა შეიძლება პეიზაჟი იყოს. ხო, პეიზაჟი იყოს და რაღაც, მაგალითად ორი ტიპის ჩვენ მეორე ნაწილზე არ დაგვიწერია, ორი ტიპის სტროლები გამოვლინდა. ერთი ვინც თქვათ პოსტავენ და თქვათ გარკვეულ მოსაზრებებს ავრცელებენ ან სხვებს უკომენტარებენ, მეორე რომლებიც უბრალოდ ჩიტების, ყვავილების ფოტოებს პოსტავენ, მაგრამ ულაიქებენ თავრობის კომენტარებს აკებენ თქვათ მამუკა ბახტაძეს, რომელსაც გულში იკრავენ სამეგრელოში და ასე შემდეგ. ანუ ესენი არიან პასიური ტროლები, უფრო მეტად ამაცე ჩვენ ამ კვლევაში არ სახელისუფლო ტროლები. იცით რა, ორივენი სახელისუფლო, ერთნი არიან უფრო ვინც აყალიბებს ოპინიონ მეიკერებს, რასაც ეძახიან, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ეს 15 იყო, ვინც თქვათ თვითონ პოსტავდა და გამოხატავდა ამა თუ იმ მოსაზრებას, ან თქვათ შედიოდა კამათში დისკუსიაში იმ ადამიანებთან, რომელსაც გავლენა აქვთ სოციალურ სივრცეში, თქვათ იქნებოდა ეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი, ლიკა ზაკაშვილის ლიბერალის რედაქტორსაც დაუკომენტარეს იაკეზე რაიას საქმესთან დაკავშირებით და ცდილობდნენ, ანუ მათი მიზანი არის, რომ შეცვალონ დისკუსია სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენი მეგობრები იმავე სოციუმიდან არიან და გარკვეულწილად ერთგვაროვნად მოაზრეთა წრე არის, ხო, ამ საინფორმაციო ბუში და ისინი აღწევენ ამ ჩვენ მეგობრების წრეში და შემოაქვთ განსხვავებული აზრი, რაც თქვათ რომ ცალკეულ შემთხვევებში არ არის პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც პლურალიზმს უწყობს ხელს, მაგრამ როცა ამას აქ მობილიზების სახე და შესაძლოა აქ ინსტიტუციონალური ბმაც იყოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო, როცა 15-დან 9-ს ჰქონდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტოები, ოფიციალური შეხვედრის ფოტოები მოწონებული და გაზიარებული პოსტები, როგორ დარბის მინისტრი დედამიწის დღეზე და სხვა მინისტრები რომ არ დარბიან სამყაროში და ასე შემდეგ. რაც თქვათ აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება რაღაც ინსტიტუციონალური ბმა აქ იყოს. თუმცა ეხლა ჩვენ 15 გამოვიკვლიეთ და გამოვიკვლიეთ გარკვეულ თემებთან მიმართებაში და შესაძლოა უფრო მეტიც იყვნენ და ბმა ქონდეთ სხვადასხვა მიმართულებებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან. ისინი არ არიან ძალიან აგრესიულები, ხო? აი ჩვენ ვიცით ასეთი ტროლებიც აღარ ქვია უკვე, სახელი და გვარით მოქმედებენ და იგინებიან. ხო, არა, ეს ცდილობენ რომ არ მიიქციონ. ჩვენ ვინც გამოვიკვლიეთ არ არიან ასეთი აგრესიულები, თუმცა მითების დეტექტორზე უფრო პრორუსული აქტორები ან ულტრამემარჯვენეები და ეს რადიკალური ჯგუფებიც ესეთი ტროლებიც არიან, რომლებიც ყველაფერზე პოსტავენ, რომ თქვენ ხართ სოროსის მონები და დემონიზებას ახდენენ და არათემატურ კომენტარებსაც ტოვებენ ხოლმე, იმიტომ რომ მიზანი არის, რომ რაღაცნაირად შეცვალონ დისკუსია და რაღაც დესტრუქციული როლი ითამაშონ. ამ კატეგორიის ტროლებთან ამ შემთხვევაში ამ კვლევაში არ აქვს საქმე, თუმცა ესეთებიც არიან სოციალური. აი TBC-ის ამბავი რო იყო, მაშინ ასე ძალიან პირდაპირ არ გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. თუმცა ესეც იყო იქ ლისის ტბის გამოძებასთან დაკავშირებით პოსტავდნენ ერთი და იგივე ვიდეოს მამუკა ხაზარაძესაც მღერის ამას ატრიალებდნენ და ეს მევახშობის თემა, რომლის თქვათ ზოგადად ბიზნესის დემონიზება პრინციპში ორივე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან აქვს ადგილი, იმიტომ რომ მევახშეთ გამოყავთ და ნეგატიური კომენტარები, ესეთებიც არის, ანუ მოსაზრებებსაც გამოხატავენ და კომენტარებსაც ტოვებ. აი ეს მაგალითად რა ვიყოთ, ეროვნული მედია. დიახ. ეს ერთ-ერთი გვერდი არის, Facebook გვერდი, ამასთანავე გამოვლინდა ჯგუფები, მათ შორის პარტიული ჯგუფები, კახი კოლაძის მხარდაჭერი, მარგველაშვილის მხარდასაჭერ ჯგუფსაც იყენებენ, იმიტომ რომ გარკვეული ხალხი არის იქ მობილიზებული და არის ზოგიერთი მაგალითად ოცმართ შექმნილი გვერდი იყო ერთ-ერთი ახალი შექმნილი, რამოდენიმე მე მგონი გუშინვე გააუქმეს და დასპონსორებული იყო გარკვეული მასალები, როგორც მამუკა ხაზარაძის, ასევე ფონდ ღია საზოგადოების, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ და ასევე, თქვათ, აი ეს ბოლო აბაშიძის ეგრეთ წოდებული კვლევა იყო და ლაითი კვლევა, როგორც თვითონ აღნიშნე. 6 გვერდზე იყო დასპონსორებული ერთი და იგივე კვლევა.
ანუ ვიღაცა ორგანიზებულად ხარჯავს როგორც ადამიანურ რესურსს, ასევე ფინანსურ რესურსს, იმიტომ რომ მოახდინოს დისკრედიტაცია და ყველაზე ცუდი აქ არის კვლევის ნაწილი, იმიტომ რომ ეხა ორ კვლევას ეხებოდა, ჩვენ გვახსოვს ინდიის მიმართ მათი დამოკიდებულება და ინდიის ხელმძღვანელ ლორა თორტონსაც ეხებიან, ვთქვათ, ერთ-ერთი პროფილის ანალიზისას გვაჩვენა ძველი პოსტები და იმის ნაცვლად რომ კვლევა არის იმისთვის რომ აჩვენოს როგორც ვთქვათ დადებითი მხარე, ასევე პრობლემები სად არის. იმის ნაცვლად რომ ეს კვლევის ადრესატები ფოკუსირებული იყვნენ განხილვაზე და დისკუსიაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ვთქვათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ისინი ცდილობენ ინსტიტუტების დისკრედიტაციას, რაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოველოდით რომ ვისაუბრებით როგორ გაუმჯობესდეს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა მათთვის გასაგებ ენაზე და ამ თემებზე და არც ერთი სიუჟეტი არ დაუთმიათ ამ თემისთვის და შემდეგ იგივე რაღაც აიტაცა კამპანიურად ამ სახელისუფლებო ტროლებმა და სამწუხაროა, იგივე მეორე კვლევაც რომელიც ფონდმა ღია საზოგადოებამ ჩაატარა, ამაზეც იყო ძალიან მტკივნეული რეაგირება მათი. ეხლა ინტერნეტ საიტების შესახებ მინდა. ეს ინტერნეტ საიტები შემდეგ იყენებენ ხოლმე ამ კომენტარებს ძალიან ხშირად. დაკვირვებულები ვართ, ხო? დიახ, ეს არის დასწერს ხალხი. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, ანუ სოციალურმა მედიამ გაადვილა წყაროებზე წვდომა. ჩვენ გვაქვს პირდაპირ წვდომა ნებისმიერ მოქალაქეს და ვთქვათ ჩვენგან განსხვავებით ამ მოქალაქეებს არ აქვს ვთქვათ ცოდნა იმისა, რომ მარტო ერთ წყაროზე დაყრდნობით მოწოდებული მასალა არ შეიძლება იყოს ობიექტური და მას სჭირდება გადამოწმება და შემდეგ ამ ვთქვათ Facebook პოსტების ლეგიტიმაციას ახდენენ ტრადიციული მედიები, რომელთაც აქვთ ან სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა, ან პრორუსული სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ რომ ესე ხდება სხვა შემთხვევაში და ბოროტად იყენებენ ისეთ სიკეთეს, როგორიცაა სოციალური მედია, როდესაც თქვათ ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ გადაუმოწმებელ ცნობებს. სხვათა შორის აი ეს ამას არ ეხება სახელმწიფო პროექტს, მაგალითად აი ჯონდი ბაღათურიას მაგალითია კარგი, როდესაც ადრე მან გამოაქვეყნა ფოტო, აი უკრაინელები როგორ არბევენ ეკლესიებს, ერთ-ერთი დანგრეული შენობა და შეეცადა საზოგადოების მობილიზებას უკრაინის საელჩოს წინ. და შემდეგ პრობლემა იყო, რომ ტრადიციულმა მედიამ გადაბეჭდა ეს ინფორმაცია, კითხვის ნიშანს კი დაუსვა ამგვერდით, მაგრამ ფოტოა, მართლმადიდებლობას ებრძვიან და ასე შემდეგ ეს უკვე ქმნის რაღაც ინტრიგას. ხო, დამაჯ არავინ არ გადავა და არ წაიკეთებს სათაური და ფოტო უკვე საკმარისია, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვს დრო, რომ ამდენი ინფორმაციის დაიჯესტირება მოახდინონ. აღმოჩნდა, რომ 3 წლის წინანდელი ფოტო იყო, რომელზეც ასახული იყო გაზის ბალონის აფეთქება და არავის არ დაურბევია იქ მართლმადიდებლური ეკლესია და ესე ქმნის ვთქვათ მედია, უფრო პრობლემურია, რომ ტრადიციული მედია ახდენს ამ ინფორმაციის ლეგიტიმაციას. ტელევიზიითაც გავიდა ეს. ტელევიზიით არ გასულა, მაგრამ ონლაინ მედიებით გავიდა, ბევრმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს თემა. თუმცა ხელისუფლებას იყენებს ვთქვათ სოციალურ მედიას როგორც ინფორმაციის წყაროს და ხშირად ვთქვათ დაპოსტავს მაგალითად გონგო ორგანიზაცია რაღაც პოსტს, ამას გააშუქებენ, გაავრცელებენ და ქმნიან საზოგადოებრივ ასამფორმით. საჩუს ელენე მეჩთოა გვიყვებოდა გადაცემაში ანარეკლები არმენოფობია როგორ მკვიდრდება ზუსტად ასე აი დაახლოებით, ანუ ხელოვნურად შექმნილი რაღაც პრობლემით, რომელიც შემდეგ ასე იქნება. დიახ, არმენოფობიაც იყო რამდენიმე შემთხვევა, აი ცეკვასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. იცით რა, არმენოფობია მაინც უფრო პოლიტიკური პროცესის თანმდევი არის საქართველოში ტრადიციულად, იმიტომ რომ ეს შევარდნაძის პერიოდიდანაც მოდის, როდესაც სოციალური მედია არ იყო საერთოდ, ანუ შესომეხო, თავისთავად სომხობა არ არის არანაირ, მაგრამ შესომეხო იყო ნეგატიური კონოტაციის მატარებელი, შემდეგ უკვე სააკაშვილზეც და ეხლაც ვრცელდებოდა, ანუ იმის საილუსტრაციოდ, რომ ის უცხო იდენტობის არის და უკავშირდებოდა ყველაზე დიდი ესეთი პიკი მწვავე იყო, როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში და ამას დაემთხვა კანონის მიღება რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის უფლების შესახებ და ეს გაიგივებული იყო, თქვათ, როგორც სომხეთის პატრიარქის მიერ ლობირებული და ანტისომხურ რიტორიკაში გადაიზარდა.
ეხლა შედარებით ნაკლებად არის, თუმცა პერიოდულად ჩდება ძველი საარქივო მასალები, მაგალითად, რაღაც პერიოდის შემდეგ ვიღაც დაინტერესებული ჯგუფი, თუ ჩვენ ხო დიგიტალიზებულია ეს ყველაფერი, ეს 20-30-ის სიუჟეტი იყო ადრინდელი, რომელიც ეხლახან გააცოცხლა სოციალურ ქსელში გარკვეულმა მედიამ და სამწუხაროდ ამას სიძულვილის ენის ტირაჟირება. ანუ გააცოცხლებს, შემდეგ უკვე მრავლდება და ხდება აქტუალური, ხო? ხო, ნუ აქ შეიძლება Facebook-ს მიმართო, რომელსაც აქვს გარკვეული წესები და დაბლოკო, როცა საქმე ეხება სიძულვილის ენას, როცა უცხო იდენტობას იპარავს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ წინაკვლევის დროს ქონდა ამის მაგალითი, როდესაც ერევანში მცხოვრები კარო მანუკიანის იდენტობას იპარავდა ადგილობრივი ტროლი, ჩვენ მას დაუკავშირდით, ვიდეოთი ვესაუბრეთ, რომ დარწმუნებული ყავით, რომ რეალური იყო და შემდეგ მან მიმართა უშუალოდ Facebook-ს და დაიბლოკა ეს ანგარიში. ამ შემთხვევაში სრულიად შემთხვევით იყო არჩეული ეს ადამიანი. ხო, ანუ იცით როგორ არის, მაგალითად არჩიეს ფოტო, როცა კარო იმყოფებოდა თბილისში და მთაწმინდას უყურებდა და ეს კომენტარიც და როგორ მიყვარს მთაწმინდაზე ამოსვლა და ფიქრი მარტო. შემდეგ როგორ უყვარს წიგნების კითხვა. ანუ ის ქმნიდა სიმულაციას, რომ რეალური ადამიანი და ამას აკეთებდა სხვის ხარჯზე და ნუ კარო დამყოფი იყო თბილისში და ამიტომ მისთვის თქვათ ეს პროფილი უფრო გამოსადეგი იყო და აქედან გამომდინარე შეირჩა. სხვა შორის ნუ საკმაოდ ისე ქონდათ ნამუშევარი, იმიტომ რომ ესეთ მარტივიც არ არის მათი იდენტობის დადგენა და გადამოწმება. ეხლა როგორც ხვდები მე რამდენიმე ორგანიზაცია, ბითების დეტექტორი აღნიშნეთ, აქ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს თქვენ მუშაობთ ამ თემაზე და აპირებთ რომ გააგრძელოთ. პრინციპში მედიის განვითარების ფონდის ერთ-ერთი იცით ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო რუსული პროპაგანდა ქართულენოვან მედიაში და ხო, სამწუხაროა რომ აი იმის გამო რომ ახდენენ ინსტიტუტების დისკრედიტაციას ჩვენი რესურსი მიმართულია ამაზე, იმიტომ რომ გასაგარეო საფრთხეები უფრო დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, მაგრამ ნუ ვერ გამორიცხავ ერთმანეთს თუ ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული მედიის, ეს პრობლემაა და მაშინ შეუძლია რუსეთს ხელი დაიკრიფოს და არაკეთოს თავისი გასაკეთებელი, როდესაც ამაზე ხარჯავს ხელისუფლება თავის რესურსს, აქედან გამომდინარე პრობლემა. ნუ ჩვენ შევეცდებით თვალი მივადევნოთ და გავაგრძელოთ ამ პროცესს, მაგრამ ჩვენი რესურსით შეზღუდულია გარკვეულწილად ადამიანური რესურსი, იმიტომ რომ საკმაოდ შრომატევადი საქმე არის ეს. კეთილი, წარმატებას გისურვებთ. მე რადიომსმენელს ვეტყვი, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ მედიის განვითარების ფონდის გვერდზე Facebook-ში. სხვაგანაც არის მედიის განვითარების ფონდის გვერდზე და ეს ისეთი არის მოცულობრივი ძალიან კვლევა არის და ძალიან საინტერესო და გაერთობით კიდეც სხვათა შორის სახალისოც არის. მადლობთ თამუნა. ამით სრულდება გალეცემა საუბარი თავისუფლებაზე. ტატო ჯინჯიხაძე იყო დღევანდელი გალეცემის ხმის რეჟისორი. ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.